გამარჯობა, დღეს ვისაუბროთ კონვერტაციაზე, რასში გვაქვს სხვადასხვა გზა კონვერტირების, იმის მიხედვით თუ რა ტიპის მონაცემთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თუ გვაქვს პრიმიტიული ტიპები, როგორიც არის რიცხვები, მაგალითად 32 ბიტი ნიშნიანი, უნიშნო, ჩარი და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში ვიყენებთ აი ესეთ კონვერტირებას, castings იგივეს. არის შეგვიძლია ასევე სხვადასხვა ტიპის ინტეჯერები, მაგრამ ეს მხოლოდ ასეთ პრიმიტიულ ტიპებზე. string-ზე, ვექტორზე და ეს მიერ შექმნილ სხვადასხვა ტიპებზე კი გვჭირდება trait-ები. ანუ მახასიათებელი, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ, იმპლემენტაციას ვაკეთებთ და ჩვენ ვუთითებთ თუ როგორ უნდა მოხდეს ერთი ტიპიდან მეორე ტიპზე იმპლემენტირება. კონვერტირება. ჩვენ უნდა მოვახდოთ ამის იმპლემენტაცია ამ ფუნქციონალის. ამ ლოგიკის თუ გვაქვს from-ი იმპლემენტირებული ჩვენი ტიპისთვის, ავტომატურად Rust გვთავაზობს into-ს ამ მეორე ტიპისთვის. ანუ თუ გვაქვს from-ი A ტიპიდან B-ზე, B-დან A-სთვის into-ს აკვე აღარ არის საჭირო, ხელახლა ვწეროთ. ნუ აქ from-ზე გვაქვს საუბარი, როდესაც ჩვენ გვაქვს ტიპი number-ი ამ შემთხვევაში და გვაქვს იმპლემენტირებული from trait-ი, from ფუნქცია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია 32 ბიტიანი ნიშნიანი ინტეჯერისგან შევქმნათ ეს number სტრუქტურა. ეს კონვერტირება მოვახდინოთ. ნუ აქ მარტივი მაგალითია, თუმცა იდეა სწორედ ეს არის, რომ from ფუნქციაში იქნება განსაზღვრული აქ შეიძლება ბევრი უფრო კომპლექსური სტრუქტურა გქონდეს, ან თვითონ ეს იყოს კომპლექსური, ამაზე მნიშვნელობა არ აქვს. იდეა არის ეს. სტანდარტული ბიბლიოთეკა გვთავაზობს ამას ბევრი ფუნქციისთვის, ამას იმედია საერთაშორისოში ვნახავთ. ასევე გვაქვს try from-ი, into შესაბამისად. ამ შემთხვევაში ჩვენ from-ი უნდა გავაკეთოთ, თუ ვიცით რომ ეს კონვერტირება იქნება უშეცდომო, ანუ ყველა ვარიანტში დაგვიბრუნებს ობიექტს. try კიდევ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლოა რაღაც ტიპის შეცდომა მოხდეს. და ვაბრუნებთ results. რაღაც ლუწი რიცხვის სტრუქტურა გვაქვს. ლუწი თუ არ არის, რასაც გადავცემთ, შემთხვევაში ვაბრუნებთ შეცდომას. ასევე საინტერესო არის from string trait-ი, რომელიც გვეხმარება, რომ ესეთი რაღაც დავწეროთ. from strings თუ გავაკეთებთ integer 32-ისთვის, რომელიც არის ბიბლიოთეკის მოწოდებული, მე შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. string-ი ავიღოთ და parse-ი გამოვიძახოთ მასზე. ნუ ჩვენ თუ გვაქვს რაღაც სტრუქტურა ჩვენი, ასევე ჩვენ შეგვიძლია from string-ის იმპლემენტირება. ესეც კონვერტირების ერთ-ერთი მექანიზმი. ასევე გვაქვს ჩვენ აქ საუბარი sref-ზე, რომელიც აქ არ არის. sref-ი არის მექანიზმი, რომელიც გვეხმარება, რომ აი მაგალითად აი აქ გვაქვს reference file name-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფუნქციას შეუძლია მხოლოდ მიიღოს str ტიპის რეფერენსები. აი მაგალითად შეუძლია მიიღოს აი ესეთი რაღაც. ნუ რეფერენსი მხოლოდ. მაგრამ თუ ჩვენ აქ გავაკეთებთ srefs, აი ესეც ამას ეს ახლა ეს გვაქვს იგივე ფუნქცია იმპლემენტირებული, ეს ჩვენი generic-ი და მითითებული გვაქვს რა.
ეს რეფი ეს არის trait-ი I am ობიექტისთვის. ანუ ნებისმიერი ანუ ეს რით ფაილი მიიღებს ნებისმიერი ტიპის ობიექტზე მიმთითებელს, რომელსაც აქვს ეს იმპლემენტირებული. ანუ მოვხმარდებოდ რომ ვთქვათ, ნებისმიერი ტიპის ობიექტს, რომელს კონვერტაციას შეიძლება ამ path-ის რეფერენსზე. სტანდარტული ბიბლიოთეკაში გვაქვს ეს უკვე string-ისთვის, ამ str-ისთვისაც და ბევრი სხვა string-ებისთვის. ანუ ეს შეიძლება მოხდეს, ამიტომ როცა გვაქვს ეს read ფაილი, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ მიმთითებელი ეს ამით გამოვიძახოთ, ჩვენ შეგვიძლია path-ი კონდეს, string-ი კონდეს, ესეთი string-ი და სხვადასხვა ტიპის string-ები და ყველაფერზე იმუშავებს. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვის აქვს იმპლემენტირებული რომ ვნახოთ აი მაგალითად აი ეს ref path-ი ვისაც აქვს იმპლემენტირებული აი აქედან აი აქამდე ეს ნებისმიერი ტიპის ობიექტი სხვადასხვა ტიპის string-ები ძირითადად შეიძლება გადაეცეს ჩვენს აი ამ ფუნქციას ნაცვლად მხოლოდ ესეთი რაღაც string-ის. ეს მსგავსი არის აი ამ ამპერსანდის ეს რაც გვაქვს. უბრალოდ ის განსხვავება არის რომ არა მხოლოდ ეს შეგვიძლია ერთი ტიპი, არამედ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპი, რომელსაც აქვს იმპლემენტირებული აი ეს. ჩვენ შეიძლება რაღაც custom ტიპი გქონდეს ჩვენი ობიექტი, მაგალითად რაღაც ტიპის path-ი, რაღაც ჩვენი custom-ი და გქონდეს იმპლემენტირებული ეს ფუნქცია. და აბრუნებდეს სწორედ მიმთითებელს ამაზე. შემთხვევაში ახლა ჩვენ აქ რომ ვნახოთ მაგალითად აი ეს ну აქ იმპლემენტაციას ვერ ხედავ, იმპლემენტაცია იქნება ესეთი რაღაცა, რომ ეს რაღაცა დააბრუნებს std path new არის მგონი და ანუ აქ რაღაც ობიექტს გადავცემთ. და ამაზე მიმთითებელს. ამას ვაბრუნებ. იმპლემენტაცია გჭირდება. მას დავალებებშიც ვნახავთ. აქ ვერ ხედავთ როგორ არის იმპლემენტირებული მაგალითის. მოდი სწორედ ეგ არის რომ საშუალებას გვაძლევს ეგ გავაკეთოთ. მოდი საურჩეებზე გადავიდეთ, დავიწყოთ ესით, რომელიც მარტივია შედარებით. აქ ჩვენ გვაქვს ესი გვაქვს average ფუნქცია და აქ გვაქვს ტესტები. აქ ისევ ხედავთ შენიშვნიდან რომ usize გვაქვს linear-ის usize და ჩვენ გვჭირდება რომ დავაბრუნოთ f64. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. აქ ვიღებთ ეს keyword, რადგან ეს არის პრიმიტიული ტიპი. მეორე სავარჯიშო არის from into, ეს არის from და into trait-ები. value to value conversation ის არის, ანუ პირდაპირ ერთი მნიშვნელობიდან მეორე მნიშვნელობაზე არანაირ რეფერენსს არ ვაბრუნებთ, ახალი ობიექტი იქნება. კონვერტაციისას გვაქვს person-ი, მისი default იმპლემენტაცია.
ტესტები. და ეს სწორედ აქ არის ჩვენი ლოგიკა, რაც უნდა გავაკეთოთ პერსონისთვის იმპლემენტირება from-ი, ანუ from-ი string-ის მიმდიდებლიდან და აქ ვაკეთებთ რას? უნდა გავყოთ შუაში პირველი string-ი, მეორე იქნება age ასაკი. No to აქ ჩვენ გვაქვს რაღაცა მაშინ ვაბრუნებთ defaults. აქ ჩვენ ეს რას აბრუნებს? iterატორს გვიბრუნებს. ორსოც არ უდრის, მაშინ გვაქვს ესე error-ი არ გვაქვს ამ შემთხვევაში აქ არის default-ი. ასევე, როდესაც არის პირველი ნომერი. აქ ნული ინდექსი ერთი ელემენტი მაინც არის ალბათ სხვა შემთხვევაში parse გვინდა ახლა age. შენი გვექნება split is probability parse ტიპის error-ი გვაქვს. ის
box percent error. If ანუ აქ ამის ნაცვლად უკვე ნება name იქნება ეს split და age იქნება age octanor აქ ჩვენ შეგვიძლია მათში გავაკეთოთ მაშინ აქ ეს არ არის აუცილებელი აქაც საკმარისი ესეთ რაღაც გავაკეთოთ გონი დავალებები აქ გვაქვს სამი შემთხვევაც გქონია მესამეც არიელია აქ გაიყოფა სამად აქ ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ ეს ამ ეს ტესტი ვერ შესრულდება და ეს რადგან ორზე ნაკლები გვიწერია ყველგან დარჩენია ორი ან ერთი მძიმეა ნახოთ მაინც იგი ხო ბოლო ორი დავალებას ვერ ვასრულებთ რადგან აქ გვაქვს მხოლოდ ნაკლებია 2-ზე იქ გვაქვს 3-ც არ გვაწყობს 3-ზე ანუ 3-ზე აქ მაიკი 32 რო არის ნაცვლად იმისა რომ გქონდეს მაიკი და 32 გვაქვს ის დიფოლტი ну 2 უნდა იყოს რაც თავიდანვე გქონდა მაგრამ აქ 2 თუა სიგრძე 0 თუა მე აქ არ გამოდის მაშინ ეს სპლიტი empty ვერ იქნება მინიმუმ 1 ანუ აქაც პრობლემა არ გვექნება მეორე დავალებაც შევასრულეთ ახლა ეს ამ ტერმინალს აქვს აქ პრობლემას როგორც ჩანს ბუფერა და გვქონს ეს ვერ გავასწორო ვერაფრით აქ მოგვიწევს
მესამე დავალება ეხება from string. აქ უკვე გვაქვს from string-ი ნაცვლად from trait-ისა, მაგრამ აქ და ბოლოს ასევე გვაქვს ესეთი სინტაქსი, ანუ parse-ი შეგვიძლია პირდაპირ string-ზე გამოვიძახოთ. ნაცვლად იმისა, რომ რაც ადრე ქონდა, ისე გავაკეთოთ. ესეთი რაღაც. parse from-ის ნაცვლად გვაქვს ესეთი parse ფუნქცია. დავალებას პირობა არის იგივე, ხო? აქ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული error-ის ტიპი, რადგან ეს results აბრუნებს და ნაცვლად იმისა, რომ default-ი კონდეს, გვაქვს ეს კონკრეტული. ნუ შეგვიძლია დავაკოპიროთ როგორც ჩანს. Bedlane-ი გვაქვს, no-name-ი და ამ შემთხვევაში ეს იყოს ნებასილიზის პრობლემა. parse personal-ი. აქაც ეგზის პრობლემაა. და აქ გვაქვს parse-ების პრობლემა. უბრალოდ შევცვალეთ, რომ default-ის ნაცვლად ვაბრუნებთ error-ებს. Bedlane და no-name-ი აქ გვინდა მგონი no-name. აქ არ გვინდა გავაკეთოთ.
ვერ გადავხედოთ რა გვაქვს მაგ პარსელები შეცდომა აქ არის აი აქ უბრალოდ ვინდა ორზე ნაკლები თუ არისო მაშინ ვაბრუნებთ badlands აი აქ და სახელით ცარიელია ვაბრუნებთ ამას ესე იგი აი ეს აქ რჩევდება ვაკეთებთ აქ ეს დავალებაც შევასრულეთ უბრალოდ ის განსხვავება იყო რომ ეს კონკრეტული ცალკე უნდა გამოგვეტანა შემდეგი დავალება არის try try იგივეა უბრალოდ errors ბრუნებს ანუ results აბრუნებს error-ის შემთხვევაში პირობა უკვე სხვა გვაქვს გვაქვს color-ი RGB ფერებით თითქმის ლურჯი და გვაქვს ორი შეცდომა try from იგივეა უბრალოდ სხვა ობიექტია და გვაქვს 1 2 3 სამი განსხვავებული ჭირდება კონვერტაცია ამ თაფლისგან სამი წყვილისგან გვაქვს ლისტი და გვაქვს სლაისი ანუ უბრალოდ სიგრძე ესე რაღაცის სლაისი და რასტორის სიგრძის შემთხვევაში badlands და ყველგან დანარჩენი კონვერტაციის ერორი ну დავიწყოთ if პირობა რა იყო 0-დან 255-მდე პირიქით
ნუ აქ რა პრობლემა გვაქვს? მაქსიმზე როგორ უნდა გავიგოთ? მხოლოდ 3 ელემენტს ვახებით, მაგრამ ნუ 3-ია გადმოწოდებული და აქ ეს არასწორი ზომა ვერ იქნება. არ ვიცი. ნახოთ. აქ ჩვენ გვაქვს სია. აქ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. კონვერტაციის შეცდომა თუ ამ ინდექსში არ ჩდება. და აქაც else არის კონვერტაციის შეცდომა. ანუ აქ რაღაც არ მოხდა უფრო დიდი იქნა რიცხვი. სხვა მხრივ, ახლა ეგ რატო ვქენით, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიძახოთ next-ი. რა პიყოს? შემდეგ აქ green-ი, აქაც გვაქვს arbiter. აქაც გვაქვს, ну აქაც იგივე იქნება.
ორი ტესტი ჩაგვივარდა. Test slice correct, test array correct. შეცდომა რა გქონდა საინტერესო. Android. Red, green, blue. Slice-იც და array-იც გვაქვს. ასე 53. 65-14. Red, green, blue. ეს შემდეგს აბრუნებს. 1, 2, 3. არ გვჭირდება ახლა ეს აქ ერთად გავაკეთე პირდაპირ შეგვეძლო ინდექსი გამოგვიყენებინა. რადგან ვიცით ისედაც ზომა. არ გვჭირდება ეს. აქაც არ გვჭირდება. ასეც ჩავაბარეთ. განსხვავება ისაა, რომ აქ return-ის ნაცვლად შეგვიძლია პირდაპირ გამოვიძახოთ, თუმცა დავალება შესრულდა. შემდეგი დავალება არის sref-ი. გვაქვს ბოლო დავალება sref-ი. ტესტებში ვნახოთ.
string გვაქვს. ეს ითვლის char-ებს, ეს ითვლის byte-ებს. და ორივე შემთხვევაში გადავცემთ strings, მაგრამ აქ გვექნება ეგ კონვერტირება სწორედ შიგნით. ამ შემთხვევაში კიდევ ეს რა იქნება? აქ ჩვენ უნდა გავხდეთ იმპლემენტირებანა კვადრატი უნდა გავხდეთ. აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ref pretty იქნება string-ი. ანუ ორივე შემთხვევაში ავიღეთ როგორც string-ზე მიმართებელი და დავაბრუნეთ მიღოში სიგრძე. ნუ აქაც იგივეც ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში ვაკეთებ char-ების რაოდენობას. განსხვავება ის არის, რომ Rust-ში ჩვენ გვაქვს ყველა string-ი არის unicode, ამიტომ char-ების რაოდენობა შეიძლება იყოს 5, მაგრამ byte-ების რაოდენობა იქნება გონი 20 თუ 10. რამდენი byte-იანიც არის თითო ხარაქტერი. ნუ აქ უბრალოდ კვადრატული გამოვთვალოთ. აქ განსხვავება, ნუ იგივე არის, რაც ეს ref-ი, უბრალოდ გვაქვს სიმუტირება შეგვიძლია. ამას გადავცემთ და გვიბრუნდება სახეშეცვლილი. და პოინტერი რო გადავცეთ მაგალითად. C-ში ან C++-ში იგივეა. აქ ჩვენ გვაქვს ახლა ეს არის, ნუ ეს გავაკეთოთ, ნახოთ რა არის. მიმთითებელი 32 ბიტიან string-ზე, რიცხვზე. და ის მის სიმუტირება შეგვიძლია. შეგვიძლია გავაკეთოთ, პირდაპირ ეს გავამრავლოთ თავის თავზე. reference გავაკეთოთ, ანუ არა მიმთითებელი, ან პირდაპირ გადავწეროთ მასზე. საკუთარ თავზე გავამრავლოთ. შეგვიძლია პირდაპირ ეს გამოგვეყენებინა, არა აუცილებელი. ლოკალური ცვლადი შემოვიტანოთ, თუმცა მაგალითისთვის შემოვიტანოთ. ეს დავალებაც შევასრულოთ. სულ ეს არის მოვჩით ჩვენ Rust-ling-ის დავალებების შესრულებას.